განსხვავებული მუქის გვერდით ახლოს ყოფნა გულისხმობს ძალიან დიდი ენერგიების დაკარგვას. ორიოდე სიტყვით შევეხოთ რა მექანიზმები აქვს ადამიანებს ერთმანეთთან. ჩვენ გვაქვს ავტომატური ენერგოგაზიარების მექანიზმი. როდესაც მეორე ადამიანთან ჩერდებით, ან მის სივრცეში შევდივართ, თქვენ თუ ვინმე დაბალი ენერგიის მქონესთან ჩერდებით, ენერგიები ჩვენ თუ მეტი გვაქვს და სხვას თუ ნაკლები, ავტომატურად თქვენი ენერგია მიედინება მასთან და ის ივსება და მე თანაბრდებით, როგორც ორი ჭიქა დააერთოთ ერთმანეთს და მათ შორის მილი გაავლოთ და მეორეში თუ მეტი წყალი იყო, მიზიდულობის შედეგად წყალი თანაბრად გახდება ორივე ჭიქაში შემდგომ. როდესაც ამათ შორის წყლის მილის კავშირი გაჩნდება. იგივე მდგომარეობა ხდება ადამიანებს შორის, როდესაც ერთ სივრცეში ჩერდებიან და როდესაც თავისინებით მიდის იმ სივრცეში, სადაც ის სხვა დაბალი ვიბრაციის ადამიანია. თქვენ დაგიძახათ განსხვავებულმა მუქმა საერთო შეკრებაზე, ან მის ჩატში იმყოფებით, მის სამფლობელოში, თქვენი განზრახვა უკვე არ გულისხმობს თავდაცვით მექანიზმებს. თქვენ უკვე ნახევრად გააღეთ კარებები ენერგიულად, იქ რო შეხვედით. შესაბამისად, ენერგო განაწილების ნაწილი არსებს ბალანსის სისტემა ჩვენ საწყისში ისე შეგვქნა, რომ ერთმანეთს დავხმარებოდით. ხოდაშორის შავი მაგები ხშირად აკეთებენ, რომ მოდი ახლა ხელები ჩავკიდოთ ერთმანეთს და ზოგი ცუდად ხდება და ესეთი ხშირია ენერგიების გადათანაბრება ხდება, იმას არანაირი რიტუალი აღარ ჭირდება. ხელებს რო ჩაჭიდებს, იმის განზრახვა საკმარისია მეორეს, რომ შენი ენერგია და მის ენერგია გათანაბრდეს, რომ წამოვიდეს იქიდან ენერგია და ხშირია ესეთი და ზოგს გული უჩქარდება, კანკალი ეწყება, ყვის კანკალი, სიცივე, იმიტომ რომ ეს ბუნებრივი პროცესები ენერგიის წართვებისთვის. პირველ რიგში მინდა აგიხსნათ, ბნელი როგორი არსია. ბნელი არის ენერგეტიკული არსი, როგორც ღრუბელი წარმოიდგინოთ და შიგნით ენერგეტიკული მოძრაობები რო წარმოიდგინოთ. თითეული მისი უჯრედი ახლოდან მიკროსკოპით რო შეხედოთ, თითეული მისი პატარა უჯრედი წარმოადგენს შავ ხვრელს. პატარა შავი ხვრელებია თითეული მისი უჯრედი. ეს პატარა შავი ხვრელი ავტომატურად მის ირგვლივ რაც იმყოფება, პილასოსივით შთანთქავს სასიცოცხლო ენერგიებს. როგორც მუქი არსი ისრუტავს ენერგიას, ასევე, როდესაც ადამიანი ესეთი დაბალი ვიბრაციის განსხვავებული მუქის გვერდით იმყოფება, ან საერთო ჩატში კომუნიკირებს, ან ფიზიკურ შეხვედრაზე არის მასთან ერთად, ასე დროს ეს ადამიანიც წარმოადგენს, თითოეული მისი არსი წარმოადგენს ენერგიის შემსრუტავ მდგომარეობას. განსხვავებული მუქის გვერდით თქვენ კარგავთ კოლოსალურ სასიცოცხლო ენერგიას, მაგრამ ეს ყველაზე მინიმუმია, რასაც კარგავთ. უამრავ რაღაცას კარგავს ადამიანი მაგ დროს და ნელ-ნელა საფეხურებად გავშლი ხარ რას კარგავს ადამიანი. განსხვავებული მუქი უბრალოდ ფიტულია, რომლის უკანაც დგას დემონი. თქვენ მასთან რო ურთიერთობთ, სინამდვილეში ურთიერთობთ დემონთან. ის უბრალოდ გამტარია. მის უკან რაც დგას, მასთან ურთიერთობთ და მუქი ყავთ გვერდით, სულ მის ირგვლივ ყავს. როგორც ჩინაური ცხოველი ატარო. ისე ატარებს ყველა განსხვავებული მუქს, პარაზიტ დემონსა თუ სხვა არსს. მაგრამ სიმართლე ის არის, რომ ისინი ატარებენ ამ განსხვავებულ მუქებს, როგორც ჩინაურ ცხოველს. იმიტომ რომ იმათ იმდენი ცხოვრებები აქვს გავლილი, იმდენი 1000 წელი აქვს ნაცხოვრები, რომ ამათვის ესენი არიან მონები, თან მისი რასის წარმომადგენლები არ არიან. ჩვენ გონია, რომ იმ ადამიანს ვესაუბრებით, იმ ადამიანი თუ არ აღფრთოვანებული, შენ რო აღფრთოვანებული ხარ იმ განსხვავებული მუქი და არიცი ვინ არის, შენი აღფრთოვანება კარებებს აღებს უკვე. რომ მოგწონს კარებებს უღებ, უირაკაია რო თქვი, კი მაგარი ხარ, კარებების გაღებებია ეს. ოღონდ კარებებს იმ ადამიანს კი არ უღებთ, დემონს უღებთ, რომელიც მის უკან დგას. შესაბამისად, თუ ფიზიკურად მიხვედით მასეთ ადამიანთან და საერთო შეკრებაზე ხართ, თითოეული მისი აურის შემცველობა არის შავი ხვრელის ენერგო შემწოვი მატერია. იმიტომ რომ უკვე კონტრაქტი აქვს დადებული და მისი აურაც გადაპროგრამირებულია და აღარ წარმოადგენს ღვთიურ არსს რომ გაცეს. მისი აურა შავი ხვრელის ენერგო უჯრედებისგან შედგება, რომელიც ისრუტავს ყველაფერს. ეხლა ეს შავი ხვრელის ტვერსასრუტი მარტო განსხვავებულ მუქებს არ აქვს. გაუცნობიერებელი ადამიანები, რომლებსაც პარაზიტები ყავთ და ნეგატივში არიან და ესეთში არიან, მაგიტომ გძნობთ მასეთი ადამიანების გვერდით გამოწორული ლიმონივით, რომ ახლოს არიან ამ მდგომარეობასთან და ისინიც ისრუტავენ ენერგიას. ესეთი ადამიანების გვერდით, ესეთი ადამიანების ჩატში ხდება ახალგაღვიძებულების შეკრება. ესენი ნადირობენ ახალგაღვიძებულებს, იმიტომ რომ მათ აქვთ ენერგია. ახლა რა ხდება ადამიანში, როდესაც ესეთი განსხვავებული მუქის ჩატში არის, კომუნიკირებს, პირველ რიგში ხდება მასეთი ადამიანების გადაპროგრამირება, რომ ეს ადამიანი ვერ განვითარდეს. საწყისი დარტყმა ხდება ემოციურობაზე. ძირითადად ემოციური კომუნიკაციებია, მაღალფარდოვანი სიტყვები მიდის, რომ თქვენ ვერ გაიგოთ, ვერ განათლდეთ, ძირითადად მიდის თქვენი ცნობიერი შეცვლა მუქის მხარეს. მასე დროს ადამიანების უჩნდებათ, რომ ვაიმე, გონი რაღაცა სხვა რაღაც ისწავს ღმერთი როგორი ყოფილა, იმიტომ თითეული მათი ნათქვამი არის შხამი, როგორც შხამი მიიღო. მაგათი მოსმენა არ შეიძლება, ნეიროფსიქოლოგიური შხამია. პირდაპირ დარტყმებს უკეთებს თქვენს ცნობიერს და გადაპროგრამირებას აკეთებს მუქისკენ. მაგალითად დაწერს რაღაცას, გესმით? და იქ არის უფლის გინება. ოღონდ თქვენ ემოციებზე ხართ გადართული და ვერ აანალიზებთ გინება რაში არის. ჭეშმარიტება აღებული აქვს და გადამახინჯებულია. მაგალითად ღმერთი ჩვენ ხარ, სატანა ჩვენ ხარ, ისი
შენ ხარ, ესეც შენ ხარ. ასევე გეუბნება რომ შენ შეგრძნებებს უნდა დაუთმო დრო მეტად ვიდრე რაღაცის კითხვას. მეც მაგას გირჩევთ, მაგრამ ნახეთ, ესენი ასწავლიან უკუღმართად ყველაფერს, რომ ადამიანი დეგრადირდეს და ზოგს აღარ უნდა რაღაცა თავისი გენიალურ სწავლებებს ჩაუღრმავდეს და გონია რომ უნდა გაჩერდეს უაზროდ და ჩაფიქრდეს მარტო თავის თავში. სინამდვილეში ჯერ უნდა მიიღო შემეცნება, იცხოვროს შემეცნებით და ამ შემეცნების შემდეგ შეძლო საკუთარი შეგრძნებების სწორად მოსმენა. მაგრამ ესენი რას ეუბნებიან? შენ მარტო შენ შეგრძნებებზე კონცენტრირდი და დაანებე შემეცნებას, რომ პირდაპირ არ ეუბნებიან. ასეთი ადამიანის ცნობიერის გადაპროგრამირება ხდება ისე, რომ შემდეგ მოხდეს თქვენი გარკვეულ რიტუალებში ჩართვა, მერე საერთო მედიტაციებში აქცევენ, მიყავთ და უკვე ადებილებენ. საკვარიცია საერთო მედიტაციაში მიიღო მაგათთან ერთად მონაწილეობა, რომ უკვე შარში ხარ. ან მაგალითად მაგათ ჩატში თუ შეხვალ წერია, რომ თქვენ აქ რო შემოხვალთ ენერგიებისგან დაიცლებით და მერე აგძელებს სისულელს. ყველგან არის მახე დაგებული, სადაც არ უნდა შეხვიდეთ, რაც არ უნდა წაიკითხოთ, მაგათი და რაც არ უნდა ნათქვამი მოისმინოთ, ყველგან მახეა დაგებული. და მიდის ადამიანის ყველა მხრივ გაძარცვა. ენერგეტიკული, ინფორმაციული გადაპროგრამირება მიდის ადამიანის ცნობიერის და რა ხდება ეხლა მთავარსაც მივადგები ცოტა ხანში. რიტუალებში ცდილობენ პირველ რიგში ჩასვან, რომ მათ ენერგიას დაუერთდნენ. ეხლა ამათი მთავარი კვანძი რა არის? აპლიკაციებში კარგად ერკვევია ნუმეროლოგია, გავზომოთ შენი. ეს გაყავთ ჩვეულებრივ ამბავში, მიხვდით? ენდობა ქოჟო გაგიზომავ და თან ხათსაც ვერ უტეხავ, თქვენ ნუმეროლოგია გაარკვიოს, ვითომ გეხმარება რაღაცაში გაგარკვიოს, რომ გაარკვიოს ვის რა ძალა აქვს და როგორც კი დათვლიან ვის რა ძალა აქვს, ვისაც ძალა არ აქვს, ისინი აღარ აინტერესებთ და ვისაც ძალა აქვს, შეიძლება ვიღაც მეტოხარი იყოს, მაგრამ იცის ნუმეროლოგიით ძალა რო აქვს. და მათ უკვე აბამენ, საერთო მედიტაციაში წამოქალა გარეთ გავიდეთ, საერთო მედიტაცია გავაკეთოთ, შეკრება გავაკეთოთ, ხვდებით აბამენ და მერე მიდის დაერთება ენერგიაზე და საკუთარ ეგრეგორ ენერგიაში იერთებენ. და როგორც ენერგო ბატარეა ისე ეყავთ. მასეთი განსხვავებული მუქების ჩატში ადამიანები განიცდიან დეგრადირებას. ესენი პარავენ ინტელექტუალურ ძალებსაც. ყველაზე დიდ და ცუდს ისინი რასაც აკეთებენ, თქვენ შეიძლება ძალები წაგართვან და ამას არ გიდგება თქვა ერთ თვეში. ან თუ დაგაერთეს, ვერაფერი ვერ გიდგება. მაგრამ მარტო გადაპროგრამირება კი არ მიდის. პარავენ ინტელექტს. ესენი პარავენ თქვენს ინტელექტუალურ რესურსებს, რომელიც გამომუშავებული გაქვთ წიგნების კითხვის დროს, იქ რაღაც საქმე აკეთეთ, გამოიმუშავეთ, იქ რაღაც შეიმეცნეთ. ის რაც გამოიმუშავა ადამიანმა, ენერგია კი არ მიაქვთ უბრალოდ. თქვენს ნამუშევარ შემეცნებებს იპარავენ. რო დააკვირდეთ მე ადამიანებს, დაინახოთ რომ ეს ადამიანები ყოველდღიურად სულელდებიან. რაღაც ემართებათ ზებუნებრივი თითქოს. ბრიყვდებიან. ის კი არა რომ განათლებას არ იღებენ და მაგის გამო, არა, ეს ალკე საკითხია. ბრიყვდებიან, იმიტომ რომ ესენი ამათ პარავენ ინტელექტუალურ ენერგიას. პირდაპირ ინტელექტს პარავენ, რაც ადამიანმა დააგროვა გამოცდილებით. და მე ვეღარ აზროვნებს ადამიანი და რაც უფრო დიდხანს არის ესეთ სივრცეში, მით უფრო დეგრადირებას განიცდის, არ განვითარების გამო კი არა. ინტელექტს პარავენ, ენერგეტიკულად. გესმით რას გეუბნებით? ყველაფერს ისრუტავს. საერთო მედიტაციების დროს ხდება ინტელექტის ენერგიის გადაწერა საკუთარ თავზე, ჯგუფურად ნადირობენ. ერთი აფერმაციას ხვის, მეორე აპროგრამებს როგორ წაართვას, 2-3 მუშაობს მინიმუმ. მედიტაციის პერიოდში სანამ თქვენი ადმინი გათიშულია ნახევრად, გაერთიანებული საერთო განზრახვაში იმყოფებით ერთად, ერთიანად. ლაივში იქნება ეს თუ ისე მნიშვნელობა არ აქვს. თქვენ უკვე გახსნილი გაქვთ აურები, გახსნილი გაქვთ, რომ პირდაპირ გადაწერა, გადმოწერა ხდება. ენერგიების წაღება, ინტელექტის წაღება, ჯანმრთელობის წაღება და რაც მთავარია თავისი ნეხვის და ნაგვის გადმოყრა თქვენთან. თქვენ შეგიძლიათ მაგ დროს ნეხვი გადაუყაროთ, მაგრამ ამას ცოდნა უნდა, ჯერ რატო უნდა გააკეთო ეს, მაგრამ ის თქმით და ორმხრივი არხია გახსნილი. ის უბრალოდ კი არ ისრუტავს ენერგიას თქვენგან. ასევე უკან გაყრით თუ რამე ცუდი, ნეგატივი ის მოშორება უნდა ყველაფერს გაყრით. და ავტომატურად გადმოდის ის ნაგავი და ის მაჯლაჯუნები თუ რამე დაბალი ვიბრაციის არსია სუფთაში და სუფთას იწოვს უკან და მისი პარაზიტები გადმოდის თქვენში. და შემდეგ უკვე აქედან შეიძლება დაიწყოს შეჭრა, თქვენ სიზმრები დაგეწყოთ, ცუდი ფიქრები დაგეწყოთ. მარტო ის კი არა რომ ენერგია მიაქვს და გაბინძურებთ, არამედ მის პარაზიტ არსებსაც გიქცევთ ქოფაკი ძაღლებივით. და შემდეგ სტრესებს რასაც გაივლით, მასთან მიდის ენერგია დამატებით. ის კი არა რომ თავის ეგრეგორში ჩაგწერა, თავისი ნაგავი მოიშორა, გაგთიჭა. კიდე გიყენებთ შავი ხვრელის ენერგოგენერატორს ამ შავი დემონების სახით, რომლებიც უკვე თქვენს წვალებას იწყებს სიზმრებში, ფიქრებში და ასე შემდეგ. მერე თვითონ იწყებს თითქოს ამის განკურნებას და გეუბნება რომ მედიტაცია გაიკეთე, რაღაც დაგემართა ხო და განკურნე და მიავიღე რაღაცა სტრესი იწვევს, მაგრამ პრობლემა ის არის რომ საერთო მედიტაციის დროს ამ ადამიანთან ერთი სტრესი იწვევს, მეორე სტრესი ემართება, მესამე თვითონ არის წყარო ამის ეპიცენტრი და ყველას ეუბნება რომ თქვენ გაგკურნეთ, თქვენში იყო ესო.
ეხლა აქ უნდა გამიჯნოთ, არიან სუფთა სულიერი კოუჩები, რომლებიც ამას არ გეგმავენ და არც გაძალებენ დიდად მედიტაციაში, არც ნუმეროლოგიას გთხოვენ. ნაწილის მედიტაციაში უბრალოდ ჩართული არიან შავი მაგები. ჩუმად არიან შეპარული კონკრეტული კოუჩების მედიტაციებში და იქ აკეთებენ, იქ უგზავნიან სხვა მონაწილეებს ლაივ მედიტაციებში ან ისე ბოროტულ აფერმაციებს და ცდილობენ და აკეთებენ ენერგეტიკულ შეჭრებს. შესაბამისად, აქაც გასათვალისწინებელია ეს ფაქტორი. ეხლა ჩემთან ვინმე როცადოს მედიტაციის გაკეთება, რასაც მე არ ვაკეთებ, რო გავაკეთო საერთო მედიტაციას, რასაც არ ვაკეთებ და არასდროს არ გამიკეთებია და არ გავაკეთებ, მაგრამ რო გავაკეთო, ჩემთან ვერანაირი შავი მაგი ვერ შეძლებს ჩართვას. იმიტომ რომ ისეთ პროტოკოლებს დავაყენებ, ისეთ განთქმებს დავაყენებინებ ამ ადამიანებს ყველას, რომ ვინმე რამე როცადოს მყისიერად განადგურდება მისი მუქი. მაგრამ ამას უნდა ცოდნა, ამაზე მოგვიანებით მე დავდებ ვიდეოს საერთო მედიტაციებში თუ მაინც აკეთებთ, უსაფრთხოდ როგორ გააკეთოთ, მაგრამ ეხლა ამ ეტაპზე ამაზე არ ვისაუბრებ. კარგი, ვაგრძელებ. შესაბამისად, ვინც ნადირობს საერთო მედიტაციებში და ვინც აპროექტებს და ვინც განსხეულებული მუქია, ისინი ეხვერწებიან ფაქტიურად, ოღონდ ტექნიკურად აკეთებენ ამას. როგორ იცი, აი, წამოდი მოგეწონება, ხო ხედავ როგორ კარგად მოეწონა ამასაც. მაგრამ რა ხდება ეხლა კიდე? ცუდად ხდება ხალხი ამ საერთო მედიტაციებზე, ან საერთო რიტუალებში ცუდად ხდება. და მე ამას ეუბნება, რომ იცი რა, ცუდად იყო და გამდევნე მისგან რაღაც, ან რეგრესული ჰიპნოზისგან გამდევნე მისგან, სინამდვილეში განდევნა კი შედევნა ხდება და საერთო მედიტაციებში გამოწვევა ხდება ენერგიის და ინტელექტის. და ჩათებში ისე დეგრადირება ხდება ამათი, რომ მერე წაიყვანონ საერთო მედიტაციაში გამოწვევან, მერე ისევ აღუდგება ამ ადამიანების გარკვეული ენერგია, დააგროვებენ გამოცდილებას, იქ წაიკითხავს, რაღაცას წაიკითხავს, მერე ისევ წაიყვანენ საერთო მედიტაციაში, ამოწოვენ ენერგიას, ამოწოვენ ცნობიერიდან ინფორმაციებს, განათლებას, გამოცდილებას. გესმით? მოკლედ რომ თქვა, ესენი ყველაზე მეტად იპარავენ თქვენ გონებრივ რესურსებს, რომელსაც აგროვებთ შემეცნებიდან, საქმის კეთებიდან, გამოცდილებებიდან, ყველაფრიდან რაშიც აგროვებთ გონებრივ რესურსებს ინტელექტში, ინტელექტს იპარავენ. და მე ეს ადამიანები გამუდმებით გათიშული დეგრადირებული არიან. და ძალიან ცოტა პროცენტი თუ იღვიძებს და ხვდება რომ აქ რაღაცა ხდება. მე ესეთ ხალხი იკარგება, ხრება ისეთ ჩატიდან აღარ არის. თითქოს გაქრა ეს ადამიანი იყო, აქამდე აქტიური იყო, ყველასთან მეგობრობდა, ხრება, იმიტომ რომ ამ ადამიანს ან ბლოკავენ და უშვებენ, ან ხვდება ეს ადამიანი რომ სადღაც ამოყო ისეთ თავში. თან ესენი საკვირდებიან თუ ვინმე ხიზლდება, მათ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ. აი თუ შეატყო რომ ვიღაცა კითხვებს სვამს ისეთ და თუ წინააღმდეგობას ხედავს, იმას ესე იგი უფრო დიდი ძალა აქვს, იმიტომ რომ იმან წინააღმდეგობა რო გაუწია ამათ ზემოქმედებებს. ამას ესე იგი ძალა აქვს და იმას უფრო დიდ დროს უთმობენ. ეხლა როგორია ამ ინტელექტის და ენერგიის ამოღების მექანიკა და როგორ მუშაობს ეს ყველაფერი განსხეულებულ მუქში. ენერგიასთან ერთად ინტელექტს რო გამოაცლიან, მათში 10-20% რჩერდება. მასში ეს როგორ გამოვლინდება? უფრო მეტი ინტუიცია უვითარდება, მეტი გააზრება, უფრო კარგად იმახსოვრებს და ცოტა ხნით ისე უჭირდება მე ამის, ანუ ისე მე უბრუნდება თავის იდიოტურ ცნობიერს რაც ჰქონდა. მაგრამ გამუდმებით ჭირდება ამას განახლება, იმიტომ რომ ესენი არიან გამტარები ამის. თავარი ხონჯა მიდის დემონს და დემონიდან ქვეირარქიაში გადის თავარბოსთან. ესენი არიან პროცენტული გამტარები, მაგრამ ეს ენერგოს შენარჩუნება დიდხანს არ გრძელდება, მოპარვა. იკარგება, იმიტომ რომ მისი არ არის ის ცნობიერის განათლებაც, მისი არ არის. ვერ შედის შესის ხორცებაში, ვერ უხორცდება მის ცნობიერს. მაგრამ დროებით უხორცდება და დროებით იყენებს და ამიტომ სულ ჭირდება განახლება და სულ შიმშილშია. თუ არ გამოკვება თავისი ბნელი, ის ბნელი მას შეახრამუნებს ზულებიანად. შესაბამისად, მათი დემონები კი არ არიან უბრალოდ პარაზიტები, თვითონაც პარაზიტები არიან და გამუდმებით ჭირდებათ ცოცხალის ენერგია, ინტელექტუალური ცოცხალი ენერგია, სასიცოცხლო ფიზიკური ცოცხალი ენერგია და ამისთვის იყენებენ საერთო მედიტაციებს, რიტუალებს, პირად ჩათებს, საერთო შეხვედრებს, სადაც უკვე საკმარისია მის სივრცეში გაჩერდე. იქ რა შელოცვები აქვს, იქ ნოხის ქვემოთ დადებული რა შეიძლება კონდეს ან წყალში, ან თქვენ დნმ-ებს ტოვებთ იქ რომ მიდიხართ, თქვენს დნმ-ებს ტოვებთ, ჭიქიდან რომ მოსვამთ, ბოთლიდან რომ მოსვამთ, შავი მაგი რომელიც ცოტა ჭკუაზე არის, ბოთლიდან სვამს, ჭიქებში არ სვამს. რატო? იმიტომ რომ იცის რომ მისი დნმ მისი პირდაპირ იმის სამართია. ამიტომ უბრალოდ რომ მოусმინო, ისიც კი საშიშია. რეაქციაში რო არ უნდა შეხვიდე, მაგაზე ვისაუბრე უკვე სხვა ვიდეოებში, რომ საერთოდ რეაქციაში არც პირად და არც ემოციურ არ უნდა შეხვიდე. პრინციპი არის მარტივი. ჯერ ხდება თქვენი დეგრადირება ჩატში. ტექსტებით იმით ხდება თქვენი გათიშვა. ისეთ პოზიციაში მიყვანა, რომ თქვენთვის ნორმალური გახდეს ნუმეროლოგიის მიცემა სულიერი კოუჩისთვის, ენერგიებზე საუბარი ჩვეულებრივი გახდეს, შემდეგ მოგპარონ სასიცოცხლო ენერგიები, მოგპარონ თქვენი ინტელექტუალური დანაზოგი, რაც აგროვეთ შემეცნებებიდან და მერე დაგაერთონ ენერგეტიკულად თავიანთ ეგრეგორ ენერგიას და ესენი არიან ის ადამიანები, რომლებსაც თქვენ ყველანი იცნობთ. შეფუთულია ისე, რომ ჭკვიანი გგონიათ, ის მისი აზრებიც კი მისი არ არის, გადაკოპირებული, მოპარული აზრები აქვს. მასეთ განსხეულებულ მუქებს თავისი გახსნები არ აქვთ, ისინი იპარავენ, სხვებს აკოპირებენ, კოპი-პეისტები არიან. მასეთი განსხეულებული მუქები ძირითადად ChatGPT-ს იყენებენ ან რაღაც ზოგად
ცოდნებზე ლაპარაკობენ, საბაზისო ინფორმაციებზე საუბრობს. მარტივად რო ვთქვათ, სტანდარტულ შეთქმულების თეორიებზე საუბრობს, საბაზისო თემებზე საუბრობს, იმიტომ რომ მას არავინ არ აძლევს ნამდვილი ცოდნებს. რადგან მას რომ ნამდვილი ცოდნები მიცეს ვინმე დაანგრევს ქვეყანას. არ შეიძლება მისთვის ნამდვილი ცოდნები და ამიტომ მისი საბაზისო ცოდნები არის შეთქმულების თეორიები ძირითადად. და თუ ვინმეს მოპარავს, აი მოპარვა არის მისი ძირითადი მიმართულება. ენერგიებს კი არ იპარავს უბრალოდ. ინფორმაციებს სხვებს პარავს. თან რა თქმა უნდა ფიზიკა არ არსებობს, რომ რამე დაგიმტკიცოდან აგიხსნა და მექანიკა აგიხსნა, ენერგო როგორ მუშაობს. ახსნები ნაკლებად არის. ხშირად წამიკითხავს კომენტარები ადამიანებს, კი მაგრამ თუ ესეთი დამალულია და თუ ესეთი შეფარულია შენ საიდან იცი? რეალობა ის არის, რომ არ იცის ის, რასაც საუბრობს. უბრალოდ შეთქმულების თეორიებს აკოპირებს ან რაღაც ცოდნებს აკოპირებს სხვისგან. და შესაბამისად არც მკვლევარი არ არის ის. ის არის ქურდი, როგორც ინფორმაციული, ენერგეტიკული, ყველანაირი ქურდია. და ამ ყველაფერთან ერთად გარკვეული გახსნები, რასაც დევს, ასტრალში სიარულის შედეგად წამოღებული დემონების თემებია, საუბრებია, რომლებიც ამახინჯებს თითოეულ თქვენს ფსიქიკას. დემონების აფერმაციებია ის ყველაფერი, რაც მოაქვთ იქედან. ასტრალი რა არის? ვინმე კითხვას ამს. ასტრალი რა განზომილებაა? ყველაზე დაბინძურებული ენერგოსივრცეა ასტრალი. მაგაზე მე ცალკე დავდებ ასტრალი რა არის, ყველაფერს ენერგეტიკულად, მექანიკით, რა როგორ მუშაობს, ყველაფერს დეტალურად თავისი ახსნებით ყველაფერს დავდებ, როგორც საჭიროა. კარგი, დაუბრუნდეთ თემას. ეხლა როგორ უნდა გაიგოთ, როდესაც თქვენი ენერგო გაძარცვა მოხდა? რა სიმპტომები ახასიათებს ენერგო ძარცვას? ადამიანი ენერგიას როდესაც კარგავს, ამას აქვს გარკვეული ზუსტი შეგრძნებები. გულისრევა მოყვება, კანკალი მოყვება, გულის აჩქარება, გულის წასვლა, სასიცოცხლო ენერგიებიდან იწურება მთლიანი ორგანიზმი და ვეღარ ამარაგებს უცებ ორგანიზმს. თქვენ რა გონია, თქვენ ენერგიაზე რო ცხოვრობთ, საკვები გაძლევთ ამ ენერგიას? არა, მეგობრებო, ამ ენერგიას გაძლევთ ენერგია და არა რაღაც ფიზიკური საკვები. შესაბამისად, როდესაც ენერგიის გადინება, წართმევა ხდება, გააჩნია როგორი დოზით, ადამიანი გრძნობს სისუსტეს, თავბრუსხვევას, გულისრევას, მთლიანი ორგანიზმის სისტემა იფიტება უცებ და ორგანოები იწყებს ფუნქციონირების შეწყვეტას ნაწილობრივ და ნატურა როგორც ბჟუტავს, ისე იწყებს ბჟუტვას მთელი ორგანოები, სანამ აღდგება უცებ. ამიტომ ეს შედეგები აქვს ენერგიის წართვას, ეს პატარა გადახვევა. ეხლა დაუბრუნდეთ ჩვენს თავარ თემას. ყველგან ხდება ჩვენი ნების შედეგად ენერგიის წაღება. ვერავინ ვერ მიაქვს ჩვენი ნების გარეშე ენერგია. საერთო შეხვედრაზე რომ მიხვედი და კოპაკ ძაღლების ეზოში შეხვედი, შენი ნებით მოხდა ეს თუ დაკვინეს. თუ საერთო მედიტაციაში ჩაერთე და ხსენი თავდაცვა, იმიტომ რომ თიშავ ადმის ნახევრად. შენი ნებით შეხვედით. ხვდებით, ანუ ყველგან ჭირდებათ თქვენი დაშვებები. თქვენი დაშვების გარეშე შემქმნელიც ვერ შემოვა თქვენთან. მიხვდით, რამხელა ძალა გააქვთ. ამიტომ დაშვებები, რა თქმა უნდა, არავის არ მიცე და ამას არ გავიმეორებ. ეხლა მრავალჯერ ეს ერთხელ უნდა გაიგოთ, რომ არავის არაფერში დაშვებები არ უნდა მიცეთ. ფიზიკურად არ შეიძლება ასეთი ადამიანების გვერდით დადგომა. ჩემს გვერდით რო აღმოჩნდეს, თავდაცვითი მექანიზმები მაქვს დაყენებული და ვინმემ რომ გადაწყვიტოს ჩემი ენერგიის შესრუტვა, თუნდაც უცებ შევამჩნევ და როგორც კი ჩემი ენერგია მის სხეულში აღმოჩნდება, შემიძლია მე მისი ენერგია ვმართო. თუ ვინმე ჩემი ენერგია აღება ცადა, მის სხეულში ჩემი ენერგია რო აღმოჩნდა, უკვე მე მაქვს მის სხეულზე კონტროლი. და ზოგი ისეთი ბრიყვი არის, რომ ვერ წხვდება ეს რაღაცებს, იმდენად დაბალი ვიბრაციის განსხეულებული მუქია, რომ ვერ ხვდება, რომ შენზე ძლიერის ენერგია არ უნდა შეისრუტო, იმიტომ რომ იმას აქვს უფრო მეტი ძალა და თუ ენერგიის მართვა იცის, შენ თვითონ შეუშვი შენ სხეულში სხვისი ენერგია. შენ თვითონ გაუღე კარები. მაგ დროს მე შემიძლია მის სხეულში რაც მინდა გავაკეთო ის. ანუ ენერგიები მართვან წამოვიღო, უკვე თვითონ გააკეთა ეს სისულელე. მაგრამ იმან ხო არ იცის ვინ არის. დამშეული რომ ყველას ეტანება. ქონია სიტუაცია რომ აუღიათ ძალიან ისეთ, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი. ვიგრძენი, მოკლედ ყველაფერი უკვე მის სხეულში ხედავდი ჩემს ენერგიას და ამოვსრუტე ენერგია. ჩემი წამოვიღე და მე ვიცი როგორ უნდა წამოვიღო ჩემი ენერგია, რომ გავფილტრო უკან დაუტოვო თავისი. და მე რო წამოვიღე ჩემი ენერგია, მისი იმ ბავშვების აღებული ენერგიები ჩემს სუფთა ენერგიას გამოყვა უკან. და ჩემში რო შემოვიყვანე ეს ენერგია, მე არ ვიცოდი ახლა ისგან აიღო. ბავშვობა გამახსენდა, ბავშვების შეგრძნება ენერგია, ბავშვობაში რო რკბილი ნეტარების შეგრძნება გაქვთ. ბავშვის ენერგიები იყო შიგნით. მოკლედ ეს ადამიანი ბავშვებთან მუშაობს. ოღონდ ფული აქვს თავის სახელად, მე მივხვდი რატომ მუშაობს. ანუ ესენი რას ეკეთებენ, იცი ენერგიას რო შეისრუტენ, შიგნით აქვს რეზერვარი, გულის ჩაკრაში, შავი რეზერვარი და იქ არის ენერგია ცოტა ხანი შენახული, რომ გადაამუშავებს, მე ისე ვიხარჯება ეს ენერგია, ხრება მალევე და ისე სულ განახლება უნდა ვამპირივით. ესე кайფობენ ესენი და სიცოცხლის ხარჯზე ცხოვრობენ. თქვათ და მოხდით მასეთ შეკრებაზე, როგორ უნდა მოიქცეთ და როგორი
არის უსაფრთხოების მექანიზმები. არანაირი ჩახუტება არავისთან. რადგან ჩახუტების დროს პირდაპირ გულის მკერდიდან გულის მკერდზე ხდება ენერგიების ამოცლა. გეხუტებიან თითქოს ვითომ სიყვარულში არიან და მოვა და უცებ ჩაგეხუტება კოუჩი ან ის გესმის ვითომ სიყვარულში არიან. სინამდვილე ჩახუტება არაფერ შუაში არ არის, ენერგიის ამოცლა ხდება გულის ჩაკრიდან. მისი გულის ჩაკრა შავია, რეზერვარი ახლოს აქვს, ეგრევე პირდაპირ და თქვენი გულის ჩაკრა ღვთიურია და გულის ჩაკრაზე რო ედება, გულის ჩაკრებიდან ხდება ზუპ ენერგიის ამოწევა. მასეთებს ჩახუტება და ხელის ჩამორთება უყვართ. თქვენი ხელი არის ენერგოგამტარი და შემწოვი ინფორმაციის ასევე. პროტოკოლი შემდეგი. არაფერი არ დალიოთ და არ დატოვოთ თქვენი დნმ-ი არსად. არც ჭიქა დატოვოთ, ან ბოთლი არ დატოვოთ, რაც შეიძლება დატოვოს თქვენო დნმ-მა, არაფერი არ დატოვოთ. თქვენი ნივთები კარგად შეამოწმეთ. თქვენი ტანსაცმელი კარგად შეამოწმეთ. რამე არ ჩაგიდონ, ან ჩანთაში ნემსი არ შეგირჭონ. დააკვირდი, ვინმე მწრე არ დაგარტყას რამდენჯერმე, იმიტომ შეუძლია წრე დაგარტყას საათის საწინააღმდეგო მიმართულებით და გააჟღეროს ფრაზები, რომელსაც შენი ყური მოისმენს, ანუ შენი ენერგია ამ სიტყვებს მოისმენს, შენს წინაშე გაჟღერდა. უბრალოდ შენი ყურადღება სხვაგან არის გადატანილი და შენ გაგიჟღერეს ის სიტყვები, გაჩერდი, არ შეეწინააღმდეგე და ავტომატურად მიიღე ის შელოცვა, რაც გააკეთა. მასე ჩეკრებაზე რო წახვიდეთ, იგივე როგორც დანაღმულ ველზე იარო. იმდენი კონფიგურაციები არის, რომ რთული გასაგებია ვის რა ჭუაში უზის რა, ან რასაც სვამთ იმაში იყოს, ან ალკოჰოლში იყოს. არის საერთო შეკრებები პოპულარული ცნობილი, სადაც ადამიანები იკრიბებიან, ან საერთო მედიტაციებს აკეთებენ. ზოგი რიტუალს აკეთებს დავითის ვარსკვლავში ენერგიებით აცლის. იქ იმდენი რიტუალები მიდის, იმდენი ანადირებია საერთო მედიტაციებში, რიტუალებში, იმ საერთო შეკრების სივრცეებში, სადაც ქირაობენ თუნდაც იმ საერთოს. თქვენ რომ შედიხართ ესეთ შენობაში, ფეშენ გარემონტებულ სილამაზეს ხედავთ, მაგრამ ენერგეტიკული პრიზმით რო გახედოთ, ისეთი დაბინძურება და ისეთი მაჯლაჯუნები დატის ირგვლივ, რომ ვერც წარმოიდგენთ, რადგან იქ არის ეპიცენტრი დაბინძურებების. იქ არის ეს რიტუალები, ეს ყველაფერი ჩანადენი, ეს დაბალი ვიბრაციის მოქმედებები ჩანადენი, მაგრამ ესენი ძირითადად ქალაქგარეთ გაყავთ ან ქირაობენ. ქალაქგარეთ თუ გაყავთ, უფრო ისეთ მხარეს, ცხეთის მხარეს და იქ არის ოკულტური ადგილები. მნიშვნელობა არ აქვს. ონლაინ საერთო მედიტაციაში მიიღებ მონაწილეობას თუ ფიზიკურად იქ იქნებ. ფიზიკურად თუ იქნები, უფრო ძლიერი ზემოქმედება აქვს, მაგრამ ასეც ონლაინ მედიტაციაშიც ზემოქმედება აქვს. თუ მაინც აღმოჩნი ასეთ სივრცეში, მინიმუმ ენერგეტიკული ბურთი უნდა დააყენოთ თქვენს ირგვლივ, ოქროსფერი ბრჭყიალა და ამ გარსში უნდა იყოთ და მთელი თქვენი ძალა უნდა გადაიტანოთ თავდაცვაზე, კონცენტრატი. სხვა გზა არ გაქვს და ის პროტოკოლები უნდა დაიცვათ, რაც გითხარით, დნმ-თან დაკავშირებით, შეხებებთან დაკავშირებით და სხვა დანარჩენთან დაკავშირებით. მაგრამ ასეთ ჩათებში, ასეთ საერთო მედიტაციებში, ასეთ საერთო შეკრებებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სიტყვები, რასაც გელაპარაკებიან და დაშვებებს, რომლებსაც ხუმრობებში აძლევთ თქვენ თვითონ. მაგალითად, ადამიანი თუ გელაპარაკებათ ენერგიებზე და თქვენ თუ პასუხობთ, თუნდაც დაშვება არ მიცეთ. თქვენ უკვე ამაზე რო ელაპარაკებით, ნაწილობრივ გარკვეულ დაშვებებს აძლევთ თქვენს ენერგიებზე. იმიტომ რომ თქვენი ენერგია ვერ ხვდება ვიღაც უცხო მტერს, რანაირად შეიძლება ელაპარაკო მის შესახებ და თქვენი თავდაცვითი აურა ასუსტებს თავდაცვას ამის მიმართ. შესაბამისად, არანაირი საუბარი თქვენს ენერგიებზე, არანაირი დაშვებები რა თქმა უნდა. ეხლა დაშვებები როგორ შეიძლება მოხდეს? ან არ არის აუცილებელი დაშვება იყოს. შეიძლება გაგეხუმროს. ო რა იღბლიანი გოგო ხარ, მომე რა დღეს შენი იღბალი გოგო, რა საყვარელი ხარ. უი მომე, ხო ვეძლებ ჩემი პატალა. ხო წაიყეთყის. აღსრულებადია. წაიღო. გესმით? სანამ ბაბა და თქვენ დაგავიწყდათ რა გითხრა საწყისში. და ესეთი უამრავი და ამიტომ არიან ბრმა ვითომ ღრმა სიყვარულში და სიყვარული, იმიტომ რომ ამაში გთიშავენ, რომ იქ საკვანძო კონტრაქტები გამოგჭეთ და დაშვებები მიიღონ ესე ტექნიკურად. ყველანაირ დაშვებას იღებს, ამით ცხოვრობს, ყველაფერი პროფესიონალია ამის. ხო ან შეიძლება გითხრას, რომ აუ რა მაგარი იუმორი გაქვს, ვგიჟდები შენს იუმორზე, ნეტა მეც მქონდეს შენი იუმორი. აუ რა საყვარელი ხარ. აი რო შეგეძლოს ვიცი რომ მაჩუქებდი შენს იუმორს, აი ხო შეგიძლია რომ მაჩუქო. რო შეგეძლოს ხო მაჩუქებდი, კითხავს. და შენ ახლა ხო არ ეთქვი არ გაჩუქე. კიო, ხო და მაჩუქე ჩემი პატალა, მაჩუქე და რა ვიგე და უკვე ხმას რო არ იღებ, უკვე დათანხმებული ხარ. გაიგე? ამ უწუპუწუში ესესაა გააჩუქე შენი იუმორი და შენი იუმორი სიცილი კი არ არის. შენი იუმორი წარმოადგენს შენს ინტელექტუალურ კოლაბრაციას. სხვა რაღაცები მიაქვს, რაც იუმორს იწვევს. ხო და მე გიჩნდება კითხვა რატო აღარ გეცინება? იმიტომ აღარ გეცინება, რომ სერიოზულ განსხეულებულ მუქს, რომელმაც სერიოზულად დაგისვა კითხვა განზრახვით და პროგრამირებით, ესეცაა მიაჩუქე შენი ნების დახმარებით, შენი სიცილი და შენი ინტელექტუალური შესაძლებლობები. ხო და შენ რო დაეთანხმები, მე მიდი და ეძებე შენი სიცილი საწავი და რატო აღარ იცინი. და მე გამოდიხარ და რატო არ მეცინება, უხაც რატო ვერ ვიცინი, რატო ვერ იცინი და ვერ ხვდები სად რა გააკეთე და რა შეცდომა დაუშვი. მე სამყაროს ნუღარ ესარჩლები. სამყარო იდეალურად არის მოწყობილი შენთვის. პრობლემა შენ
თქვენს გაუცნობიერებელ ქმედებაში, რომელიც უნდა გამოასწორო და ეს უნდა გააკეთო შემეცნების დახმარებით. მე რასაც ყვები, ეს იმაზე რეალურია, ვიდრე თქვენი თვალები ხედავს რაღაც მატერიას. იმიტომ რომ ეს ხალხი მაგით ცხოვრობს და ამით სულთგმულობს ეს განსხვავებული მუკები. და ეს არის რეალობა, იმიტომ თქვენ ამას ვერ ხედავთ. რადგან ვერ ხედავთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს არ ხდება, ხო? ამიტომ, ჩემო ძვირფასო ადამიანებო, კარგად გაიაზრეთ, რა ხდება. ირგვლივ იყავით დაცულები და ფხიზლში იყავით, ფხიზლში. შესაბამისად, რაც არ უნდა ენერგო ხალკი იყოთ, დანაღმულ ველზე არ უნდა წახვიდეთ. დანაღმულ ველზე როგორც კი შეხვალთ, გინდა არ გინდათ სადღაც საფეთქდებით. ამიტომ დანაღმულ ველზე სიარულს შეეშვით.